სოფლიო უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე ევროკავშირს კი ენერგოკრიზისი ემუქრება. 2022 წლის შემდეგ პირველად 1 ბარელი ნავთობი $126. თუ ჰორმუზის სრუტე სრულად არ დაიტვირთება, ექსპერტები გლობალურ კატასტროფას პროგნოზირებენ. თამარ გოცირიძე ამბობს. იტალიაში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი დღეს ისევ გაძვირდა. თვითმომსახურეობის სადგურებზე ბენზინის საშუალო ფასი €1.75-ია, დიზელი კი €2-ზე მეტი. მთავრობა საწვავზე აქციზის ფასის შემცირების მოკლევადიანი ზომების გახანგრძლივებას განიხილავს, თუმცა ფასების დასარეგულირებლად და ქვეყანაში ინფლაციის თავიდან ასარიდებლად შესაძლოა ეს საკმარისი არ იყოს. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს მთავრობამ არ ვიცი. გამოსავალი რა არის? ყველა შექმნილი ვითარების მსხვერპლნი ვართ. საწვავზე ფასებით უკმაყოფილოა გერმანელი მომხმარებელიც. მიუხედავად იმისა, რომ ხვალიდან ბენზინსა და დიზელზე გადასახადების ორთვიანი შემცირების ზომა ამოქმედდება. მაინც ძალიან ძვირია. არ ვიცი ყველაფერი ეს როგორ აისახება მომხმარებლებზე. ვფიქრობ, გერმანიაში ფასები სხვა ქვეყნებთან განსხვავებულია. არადა ერთი და იმავე ტანგერიდან ვიღებთ საწვავს. სოფლიოში ენერგეტიკული კრიზისი ღრმავდება. სპარსეთის ყურის კონფლიქტის გამო ნავთობის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბრენტის ნავთობი 1 ბარელი $126 გახდა. ეკონომისტი წერს, რომ ნავთობის ბაზარი ჯერ კიდევ ლალალენდშია. ანუ საწვავზე ფასები ჯერ კიდევ არ ასახავს რეალური მასშტაბის პრობლემას. ექსპერტები გლობალურ ენერგოშოკს ელოდებიან. სოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდ ენერგოკრიზისშია. ნავთობისა და გაზის ბაზარი სერიოზულ სირთულეებს განიცდის. საზღვავის გარდა ფერხდება სასუქისა და ნავთობქიმიური პროდუქციის მიწოდებაც. ასე რომ სოფლიო სერიოზული ეკონომიკური გამოწვევის წინაშეა. ტრანსპორტის საკითხების ევროკომისარმა ევროპელი კოლეგები გააფრთხილა, რომ თუ ჰორმუზის სრუტე ნავთობგადაზიდვებისთვის უახლოეს დღეებში არ გაიხსნა, ევროპასა და მთელ მსოფლიოს კატასტროფული შედეგი ელის. ტრანსპორტის არც ერთი სახეობა და ევროკავშირის არც ერთი წევრი არ არის საწვავის დეფიციტისგან დაზღვეული, თუმცა პანიკის დრო არ არის და ზაფხული სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ. ზაფხულის სამოგზაურო სეზონისთვის ემზადებიან ავიაკომპანიები. მათი ნაწილი ამბობს, რომ საწვავის მარაგი აქვთ, თუმცა ბილეთები მოგზაურებისთვის მაინც გაძვირდება. ყველაზე მეტად უჭირთ პატარა ავიაკომპანიებს. ორ თვეში საავიაციო საწვავის ფასი 84%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი პრობლემა არა ფასის ზრდა, არამედ ის არის, რომ საწვავი ფიზიკურად არ იქნება. გაუქმდება ათობით ათასი რეისი, მაგრამ ფრენა არ გაჩერდება და დრამატული სცენარი არ განვითარდება. პოლიტიკო კი ევროპაში დრამატული სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს, რადგან ევროკავშირს საწვავის მარაგი ეწურება. გამოცემის ინფორმაციით, ევროპამ ამ დროისთვის ზუსტად არც კი იცის, რა რაოდენობის ნავთობისა და გაზის სტრატეგიული მარაგი აქვს და არც ისაა დათვლილი, როდის შეიძლება ამოეწუროს.